238 მოკლე ცივი იარაღის ტარება. სტატისტიკის სხვათა შორის ავტოკატასტროფებში უფრო მეტი ხალხი იღუპება ყოველ წელიწადს, ვიდრე სასროლი და ცივი იარაღით ერთად აღებული. მაგრამ ეს მთავრობას არ აძლევს უფლებას, რომ თქვას, რომ მოდით ახლა მანქანებიდან გადაგცვალ ცხენებზე და ამით სიკვდილიანობა შემცირდება. მაგრამ თუ ვინმე დააჭრა, თუ ვინმე შეესროლა, სრულ კანონს ამკაცებენ, ასეც დავაკვირდი. ცივი იარაღით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია უკვე. ახლა ამ ხელაყამით რომ ქუჩაში ბეჭი გადადებული, პოლიციას უეჭველი იქნება შეკითხვები, ლეგიტიმური კითხვები იქნება, ვინ ხარ ბიძი, ხო არაფერი გაწუხებს თუ გეტყვინინ, короче. თუ რაცხა დანაგიტვიათ პატარა ჯიბეში, короче. სულ შეგიძლია თურმე ახსნა, რომ რასთვის გჭირდება ეს და უნდა ახსნა თურმე, короче. კანონში დატოვეს ხვრელები. ეს მუხლი არ ვრცელდება საერთოდ იმ ხალხზე, ვინც დანასატრებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნითო, საკვების დამზადების და მიღების მიზნითო, თავის პროფესიული საქმიანობის განხორციელების, ნადირობის, თევზაობის და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნითო. ვერც 3-4 პუნქტი აქვს, короче. რომლიდან სასურველი ვარიანტი შეგიძლია მირჩიო და ახსნა. მოაბახა რა ვარია, короче, აგერ ამ წვადის შესაძლებლად სასხა ხარ ან ტყეში, ან ქალაქში, დანაგიკავია, ხელში ხორცი გიდვია სტოლზე და მევიდა პოლიცია დანააგახია და 500 ლარიანი ჯარიმა გტკეცა კიდო ზემოდან, короче. დაგტო მარტო კბილების იმეძია, სიგამოდის. მასეც არ არის ახლა, короче. კანონში რომ ეს არ ვრცელდება იმ ხალხზე, ვისაც ჭირდება ეს და თანამთავრობა მივხვდა რომ შეიძლება რაღაცას ჭირდება საკვირ ხორცის დასაჭრა და შეიძლება გჭირდებოდეთ დანაო, короче. ასე რომ თუ სწორად ახსნით, короче, ეს თქვენზეა დამოკიდებული რა ფერ ახსნით და რა ფერ გიიგებს ის თანამშრომელი კიდო ვინც ყველაფერ ამას უსმენს. ამან შეიძლება აგარიდოთ ჯარიმას და დანის წართმევას, короче. მერთმა ხეირი მოგცეთ ყველას. მშვიდობა გქონოდეთ.